დიდი მადლობა, მოგესალმები რადიო თავმჯდომარე, მოგესალმები მადლობთ დეპუტატებო, დამსწრე საზოგადოებას მივესალმები. მოხარული ვარ, რომ აქვს პატივი წარმოგიდგინოთ ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის ანგარიში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობა დაიწყო 2023 წლის 31 მარტიდან 2022 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად და დღეს ჩვენ არასრული 3 წლის სამუშაო პროცესი გვაქვს და მინდა მოგახსენოთ, რომ გავლილი პერიოდი რა გაკეთდა ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის შექმნისთვის და რა გვაქვს სამომავლო მიზნები. პირველი უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს როცა ფუნქციონირება დაიწყო და მისი ძირითადი ფუნქციები შემოიფარგლებოდა ქონებრივი დეკლარაციებით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგით, ამავდროულად ჩვენი მანდატი გახსნათ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, მამხილების დაცვის მექანიზმების შემუშავება და ის საერთაშორისო ვალდებულებებში, სადაც ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს კოორდინაციის, როგორც კოორდინატორი უძღვებით ამ საქმიანობას ამ ორგანიზაციებში წარმომადგენლობის მიზნით. 2023 წლის სექტემბრიდან გადმოვიდა ჩვენთან ეს ძირითადი ფუნქციები, ეს 6 თვე მიწვნილი იყო იმ საორგანიზაციო საკითხების სამუშაოებს, რასაც ჭირდება ახალ ორგანიზაციას, რომ ჩამოყალიბდეს შესაბამისად. მანდატი, რომელიც ჩვენ პირველ რიგში გადმოგვეცა, ეს გახდათ ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მისი მონიტორინგი. აქ ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახდინეთ ანალიზის გაკეთება, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ქონებრივი დეკლარაციების მიმართ კიდევ უფრო მეტად გამხდარიყო პრეზუმპტობით და რა იყო ის მიზეზი, რაც ხშირად ესე ვთქვათ დეკლარაციებში თანამდებობის პირების მხრიდან არ აისახებოდა ის ზუსტი ინფორმაცია, რაც მათი მხრიდან იყო ვალდებულება შეევსოთ სწორად და აღმოჩენილი ესე ვთქვათ სისუსტეები ეს გახდათ, რომ არ არსებობდა არანაირი პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ შევსებული დეკლარაციას გაევლო რაიმე სახის მონიტორინგი, აღმოეჩინა შეცდომები და ეს დოკუმენტი პრეზუმპცირებამდე მიგვეყვანა. შესაბამისად, ჩვენ ნოემბრის თვეში საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ახალი ცვლილებები, სადაც 2024 წლის სექტემბრიდან უკვე ჩვენ გვაქვს პრევენციული მექანიზმი, სადაც ყველა წარმოდგენილი დეკლარაცია გადის მონიტორინგს. რას ნიშნავს ეს მონიტორინგი? ანუ წარმოდგენილ დეკლარაციაში ნებისმიერი ასახული ინფორმაცია მოწმდება ანალიტიკოსების მიერ და ეს პროცესი არის დაახლოებით 2 თვიანი და ამ 2 თვის განმავლობაში გადის შემოწმებას ყველა ის გრაფა, საინფორმაციო გრაფა, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაციები აისახება და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება მისი საჯაროობა და გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, ესეთი პრევენციული მექანიზმის არსებობის პირობებში ნაკლებად არის სავარაუდო, რომ დაშვებული იქნას შეცდომა, სადაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ნახულობთ ესეთ ფაქტებს, როცა თანამდებობის პირს არ ქონდა კონკრეტული ქონება ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, მაგრამ საჯარო რეესტრის ბაზაში შეგეძლო ადვილად გეპოვნა ეს ქონება. ამავდროულად გამოწვევა იყო ტექნიკური თვალსაზრისით ეს ეგრეთ წოდებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება დეკლარაციების შევსება, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიმუშავეთ, გარკვეული შეფერხებები ვქონდა, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი საჯაროდ პროგრამის მეშვეობით, თუმცა ეს განპირობებული იყო იმ მიზეზით, ტექნიკური მიზეზით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებამ მოიტანა, ჩვენ მოგვიწია პროგრამაში ჩარევა, რომ ის 2 თვის განმავლობაში, რასაც პროგრამა მანამდე ავტომატურად აკეთებდა და წარდგენილ დეკლარაციას 48 საათში აქვეყნებდა ყოველგვარი ესე ვთქვათ ადმინისტრების გარეშე. უკვე პროგრამის ცვლილებით ეს დეკლარაცია, წარმოდგენილი დეკლარაცია მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გავლის შემდგომ ხდება საჯარო. თუმცა ეს ხარვეზიც აღმოფხვრილია და შესაბამისად ეს პროცესიც, ესე ვთქვათ, მიმდინარე გახლავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. შემდგომი ჩვენი მანდატი, რაც ასევე გასული წლის გაზაფხულის ცვლილებებით, საკანონმდებლო ცვლილებებით გვაქვს, ეს არის ეთიკა და კეთილსინდისიერების მიმართულებით, ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენი მიზანი არის, რომ ეთიკური ნორმები კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე იქნას მიღწეული საჯარო დაწესებულებებში და ამავდროულად ჩვენს ქონებრივ დეკლარაციებში ასევე უფრო მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი ის ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხები, რაც შეიძლება საომავლო თანამდებობის პირს წარმოეშვას და ამასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან შემუშავებული არის და მომზადებული არის მთელი რიგი ანალიტიკური დოკუმენტები იმ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ევროპულ ქვეყნებს გამოყენებული და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც პარლამენტთან იქნება აღნიშნული წინადადება წარმოდგენილი, რათა უფრო კიდევ სწორად იყოს გამართული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საჯაროობა და აღნიშნული პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რაც გვაქვს როგორც კი აღნიშნე, ეს არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და მისი გამჭვირვალობას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს დეკლარაციების კუთხით, თუმცა აქაც ჩვენ როცა 2023 წლის სექტემბრიდან გადმოვიდა ჩვენთან მანდატი, ჩვენ სიტუაციური ანალიზის შედეგად დავასკვენით, რომ არ არსებობდა მექანიზმი იმ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის და შემოწმების საკანონმდებლო ცვლილებით ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის იმ ანგარიშებს და იმ ფინანსურ დოკუმენტაციას კიდევ უფრო მეტად სანდოს ხდის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უკვე მონიტორინგის ჩატარების საშუალება, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამოავლინოთ ისეთი ფაქტები, როცა უკავშირდება პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას ან მხარდაჭერას იურიდიული პირისაგან, ან ისეთი ფიზიკური პირისაგან, რომელსაც არ გააჩნია შემოსავალი იმოდენობით, რომელსაც ესე ვთქვათ ახორციელებს კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის სახით. ამ კუთხითაც გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დაახლოებით 2 მილიონზე მეტი სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი და პრევენციამ მოგცა ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნდათ, რაც მათ ეხმარებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებებში. ასევე ამ მანდატის ფარგლებში გამოვლენილი იქნა ისეთი ფაქტები, როცა კონკრეტული იურიდიული პირები თუ ფიზიკური პირები ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, შეფარვით პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენ მოგვიწია რამოდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ვიცით, რომ კანონით არის გათვალისწინებული გაცხადებული საარჩევნო სუბიექტად ცნობა, რაც იმას ნიშნავს და უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსი, რომ ყველა იურიდიულმა პირმა თუ ფიზიკურმა პირმა გაასაჯაროოს ის პოლიტიკური საქმიანობისთვის დანახარჯები. რათა მოქალაქეებს ჰქონდეს ხდობა, ამ კუთხით საინტერესო იყო ის, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იყო ამ ბიზნესკენ, ყველა ეს სუბიექტი საბოლოო ჯამში არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სიებში აღმოჩნდა. შემდგომი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი გახალავთ მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ამ კუთხითაც, როცა ჩვენთან ეს მანდატი გადმოვიდა, ეს იყო 2023 წლის სექტემბერი, მე მითო ვახდენ ხაზგასმას, ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას ამ მცირე დროში რა შეიძლება მაქსიმალურად გაკეთდეს. ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი კვლევები და ანალიზი, თუ რა შეიძლებოდა კიდევ დამატებით დაცვითი მექანიზმები ყოფილიყო კანონმდებლობით განსაზღვრული. ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე და მათი რეკომენდაციების შესაბამისად ჩვენ პარლამენტთან წარვადგინეთ გარკვეული წინადადებები, რაც დაკავშირებული იყო მამხილებლის ადვოკატირებას, მამხილებლის ფსიქოლოგიის დახმარებას და აღნიშნულმა კიდევ უფრო მეტი გარანტიები შესძინა მამხილებლის ინსტიტუტის დაცვას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე ამ მიმართულებით ჩვენ შევქმნით ახალი პლატფორმა, მოვახდინეთ დიგიტალიზაცია ამ პროცესის, რომლის პრეზენტაციაც, ესე ვთქვათ, რამოდენიმე თვეში გვექნება, რომლის მეშვეობითაც მამხილებელი შეიძლება ელექტრონულად წარმოადგინოს თავისი მოსაზრება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ამავდროულად ჩვენ შევქმნით სპეციალური დებულება, რომელიც ითვალისწინებს შიდა
მამხილების პროცესების დაცვას. ეს დებულება საბოლოო ჯამში ყველა საჯარო დაწესებულებისთვის იქნება გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მათმა უკვე უნდა მოახდინოს შიდა რეგულაციებში დანერგვა აღნიშნული სტანდარტის და სადაც მამხილებელს ექნება გარანტიები, რომ შიდა მხილების დროს მისი უფლებები არ იქნება დაცული და ელექტრონული პლატფორმით საქმის წარმოება კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის იმ საქმის წარმოების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებების სიზუსტეს, რაც ესე ვთქვათ მნიშვნელოვანია. ზოგადად მამხილების ინსტიტუტი ჩვენთვის ანტიკორუფციული ბიუროსთვის გამოვლენისთვის, სამართალდარბების გამოვლენისთვის, დანაშაულის გამოვლენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიებით ჩვენ შევეცადოთ, რომ ყველა რეგიონში, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები არიან წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, ჩავატაროთ ისეთი სახის კამპანიები, რომელთათვის იქნება გაგებული აღნიშნული სანდო ჩვენი ესე ვთქვათ დახმარება და ჩვენი ჩართულობა კონკრეტული კორუფციული ფაქტის მხილების ნაწილში და მათი უფლებები იქნება დაცული. როგორც საუბრნიშნე საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობა ანტიკორუფციული ბიუროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მოვახდინეთ ძალიან მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ქსელებში, ავტორიტეტულ ანტიკორუფციულ ქსელებში გაწევრიანება. დღეს უნდა აღინიშნოს, რომ მამხილებლის ქსელში ეს არის ნეივას ქსელი, რომელიც ევროპული ქვეყნების მიერ არის, ესე ვთქვათ, დაფუძნებული. ჩვენ გავხდით მისი წევრი და დღეს უკვე ვართ გამგეობის წევრი. აგვირჩიეს სულ ახლახანს 2 კვირის გადაწყვეტილება და მართლ ბორჩი ვიღებთ მონაწილეობას. ესეც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სამსახურისთვის არის მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მეტად იქნას გაზიარებული ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები ჩვენს პარტნიორ უსლებებთან და ამავდროულად ის სტანდარტები და ის პრაქტიკა, რაც გააჩნიათ ევროპული ქვეყნის ანტიკორუფციულ სამსახურებს, ჩვენი მხრიდანაც იყოს დაკვირვებული და შესწავლილი. ასევე ჩვენ უნდა შევეხოთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება ახალ მანდატს ანტიკორუფციული ბიუროსთვის. ეს გახლავთ გრანტების მონიტორინგი და ამავდროულად ეგრეთ წოდებული ფარას აღსრულების ნაწილში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მოკლედ დროში ანტიკორუფციულმა ბიურომ მოახდინა დიგიტალიზაცია ფარას აღსრულების ნაწილში ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება დარეგისტრდეს აღნიშნულ საიტზე და გააკეთოს თავისი განაცხადი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ამავდროულად ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ, რომ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია გვეწარმოებია ზოგადად ფარას მიზნებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, რომელსაც შეიძლება შეეხოს ეს რეგულაციები, უბრალოდ არც იცოდნენ ამ რეგულაციების შესახებ. იმდენად დეზინფორმირებულია აღნიშნული პროცესი და მნიშვნელოვანი იყო, რომ უშუალოდ მათთან კომუნიკაციის პირობებში ვქონოდა საქმიანი შეხვედრები აღნიშნული კანონის აღსრულებასთან და იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რაც ძალზედ კარგად მითის, თუმცა მომავალშიც მაგ მიმართულებით ვაგრძელებთ. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ფარას კანონი ეს არის შესაძლებლობის კანონი, უნდა აღინიშნოს, რომ ფარას კანონი არ ზღუდავს რაიმე სახის საქმიანობას რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან. ეს არის შესაძლებლობა, სადაც ორგანიზაციებს ეძლევათ გამჭვირვალედ ერთ პლატფორმის ფარგლებში დობაზე დაფუძნებული საქმიანობა აწარმოონ და ამავდროულად მე ვფიქრობ, ესეთი გამჭვირვალე საქმიანობა კიდევ უფრო მეტად გასაგები ხდება და პატივსაცემი. ჩვენი შემდგომი მანდატი ასევე გახლავთ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ მანდატის მიღებისთანავე დავიწყეთ ესე ვთქვათ მუშაობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს იმასთან დაკავშირებით, რომ გაკეთდეს სწორი სიტუაციური ანალიზი. სწორი სიტუაციური ანალიზი არა მხოლოდ კონკრეტულ საჯარო დაწესებულებებში, არამედ ზოგადად კანონმდებლობის კუთხით რა გვაქვს ესე ვთქვათ გასაუმჯობესებელი. შესაბამისად ანტიკორუფციული ბიურო სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობთ იმ მოდელის შესაქმნელად, რომელიც კიდევ უფრო მეტად სიჯანსაღეს შეიტანს ამ მოდელის დანერგვის პირობებში ნებისმიერ საჯარო
დაწესებულებებში უფრო ნათელს გახდის იმ ოპერაციებს, რაც უკავშირდება ფინანსური თუ საკადრო მიმართულებით, რათა დანახული იყოს, შემჩნეული იყოს ის სისტემური სისუსტეები, რამაც შეიძლება შექმნას კორუფციული რისკები. ამგვარად პირველი ნაბიჯები რაც არის გადადგმული სექტემბრიდან უკვე ვიწყებთ ჩვენ კონკრეტული საჯარო დაწესებულებებთან გადამზადების პროექტს, სადაც მათი მხრიდან საომავლოდ ჩართული ამ პროცესში დასაქმებული პირები გაივლიან სპეციალურ გადამზადებას თუ როგორ უნდა შეიქმნას მათ უწყებებში იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებსაც ჩვენ შევქმნით ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიის მიმართულებით და როგორ უნდა დაინერგოს მათი მხრიდან აღნიშნული რეფორმა კონკრეტულ უწყებებში. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ ამ კუთხით გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პროექტი, ეს იყო საზაფხულო სკოლა, სადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურაში ჩვენ უმასპინძლეთ რამოდენიმე თხით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სადაც ჰქონდა საშუალება ანტიკორუფციული ბიუროს მექანიზმებზე გვესაუბრა. ამავდროულად ჩვენ ჰქონდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა რეგიონებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიები გასაგრძელებელია და ამის საჭიროება ნამდვილად დგას განსაკუთრებით რეგიონებში, რომ მოქალაქეს კონდეს უფრო მეტი ინფორმაცია მის უფლებებთან დაკავშირებით და იმ საჯარო სტრუქტურებთან დაკავშირებით, რომელიც სრუნავს კონკრეტული მოქალაქის უფლებების დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ასევე ეს ცნობიერების კამპანიები წარიმართოს კონკრეტულ პარტნიორ საჯარო დაწესებულებებთან ერთად და რასთანაც დაკავშირებით ჩვენ როგორც პარლამენტთან, ისე სხვა საჯარო დაწესებულებასთან მუშაობთ. მე მინდა შევეხო ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსების ნაწილს, როგორც მოგახსენეთ, ვინაიდან მიმდინარე წლის პირობებში დაიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობა 2023 წელს ჩვენ ფინანსდებოდით სარეზერვო ფონდიდან, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფოს მხრიდან როგორც ოფისი, ისე სახელმწიფო ფონდი. შემდგომში კი ანტიკორუფციულ ბიუროს დაუმტკიცდა ბიუჯეტი უკვე 2024 წელს და ვინაიდან აქ ჩვენ გაგვაჩნდა ინფრასტრუქტურული გამოწვევები, შესაბამისად ის ბიუჯეტი რაც იყო გამოყოფილი ვერ იქნა ბოლომდე ათვისებული, თუმცა მისი საჭიროება ნათლად არის გამოკვეთილი, თუ რა მიმართულებით გვჭირდება საომავლოდ ხარდაჭერა თუნდაც ბიუჯეტის ნაწილში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკა კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვინაიდან ანტიკორუფციული ბიუროს გამორჩეული მანდატიდან გამომდინარე, დღეს სამწუხაროდ უნივერსიტეტებში არ ისწავლება ისეთი პრევენციული მექანიზმები, რომელიც ჩვენ საქმიანობას სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ შერჩეული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციური იურისტები, ეკონომისტები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და ამავდროულად ჩვენ გვქონდეს შიდა მექანიზმი იმისთვის, რომ გადავამზადოთ ჩვენივე კადრების გადამზადება მოვახდინოთ და უფრო ავამაღლოთ მათი კვალიფიკაცია. საბოლოო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის დღიდან სამწუხაროდ ამ ორგანიზაციის მხრიდან მიმართ არაერთი დეზინფორმაციული კამპანიის პირობებში გვიწევდა მუშაობა და უნდა აღინიშნოს ეს, რომ როცა ანტიკორუფციული ბიურო თავის დამკვიდრებას ცდილობდა მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ 12 პუნქტიანი ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სწრაფად მოახერხეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება ანტიკორუფციული ბიუროს მნიშვნელოვან მექანიზმებთან დაკავშირებით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ხვდებოდა ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ანგარიშები, ჩვენ ხვდებოდა გარკვეული პოლიტიკოსების განცხადებები, რომ თითქოს ანტიკორუფციული ბიურო იყო რაღაცა ზედაპირულად შექმნილი უწყება, რომ მოჩვენებითად ესე ვთქვათ ვასრულებდით რაღაცა სახის ვალდებულებას. ნამდვილად არ არის ეს, იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობით ჩვენ ნამდვილად დავამტკიცეთ, რომ ძლიერი პრევენციული მექანიზმი ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ვებრძოლოთ კორუფციას
ამიტომ ამ ბიუროს აქვს ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობის მანდატი და სხვათა შორის ჩვენი მანდატი, მისი ფართო, ესე ვთქვათ, სპექტრს შევხედავთ, გულისხმობ იმას, რომ ჩვენი დეკლარაციები ეხება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოს, ისე სასამართლო ხელისუფლებას, ანუ არ არსებობს საჯარო დაწესებულება, რომელსაც არ ეხებოდეს ფინანსური მონიტორინგის საკითხი. ამას ვერ წავაწყდებით ჩვენ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, როცა ესე ფართო მანდატი აქვს, თუნდაც მონიტორინგის კუთხით კონკრეტულ უწყებებს, ესეც მნიშვნელოვანია. ასევე ერთ ხელში არის მოცემული პოლიტიკური კორუფციის სამართალდარღვევის აღმოჩენის ფაქტები და მონიტორინგი და აღნიშნული მანდატიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, სადაც ჩვენი სტრატეგიის დანერგვა შეგვიძლია ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში. ესეც არ არის ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ ქვეყანაში და დღეს ზუსტად ამაზე არის საუბარი, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობა უნდა იყოს ყველა უწყებაში, განორჩეულად სახელმწიფო განშტოებისა და ჩვენი პარტნიორები ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან ამ პროცესში და აკვირდებიან იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ გეგმავთ და მის ეფექტურობას. ეს იყო ძალიან მოკლე შეჯამება ჩვენი ამ ესე ვთქვათ არასრული 3 წლის მუშაობის შესახებ. მე მზად ვარ ინტერესის შესაბამისად გავცენების მე კითხვას პასუხი და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მხარდაჭერა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაძლიერებაში, მათ შორის იმ მექანიზმების ჩამოყალიბებაში, რაც ესე ვთქვათ პერიოდულობით ანტიკორუფციული ბიურო იძენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ წრეში ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა. დიდი მადლობა ბატონო არჩილ და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებს. ბატონო რატი, მადლობა. მადლობა ბატონო რაჟდენ, კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ არის მოხსენებელთან? დიახ, თამრად. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ბატონო რაჟდენ, ვფიქრობ საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო ანგარიშია წარმოდგენილი და ჩვენ საზოგადოებას, ვინც თვალს ადევნებდა გაერთიანებული კომიტეტების ხდომას, დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დაგვეთანხმება. ისიც აღსანიშნავი არის, რომ ფაქტობრივად არასრული 2 წელი არის, რაც ჩვენი სამსახური შეიქმნა და ამ მცირე ხანში ფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა არის გაწეული, მათ შორის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ინსტიტუციურ დაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე ანგარიშის მიხედვით მინდა გამოვხო ის საერთაშორისო ქსელებთან თანამშრომლობა, რაც თქვენ სამსახურს ამ არასრულ 2 წელიწადში დაამყარა, იგივე ანტიკორუფციული თქვა და მიმართულებით და ფიქრობ, რომ ეს ნამდვილად დასაფასებელია, ამიტომ პირველ რიგში მადლობით დავიწყებ როგორც თქვენი, ასევე თქვენი ბიუროს თანამშრომლების მიმართ, ვინაიდან ის პასუხისმგებლობა და მანდატი მართლაც სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენი სამსახური ახორციელებს. რაც შეეხება ჩემ კითხვებს, მე 2 კითხვა მექნება თქვენთან, თქვენის ნებართვით. ერთი კითხვა ეხება შემდეგ საკითხს, რომ მოგხსენებათ არიან ცალკეული NGO-ები, რომლებიც ცდილობენ, რომ რეპუტაციალური ზიანი მიაყენონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მე ვიტყოდი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროცესებს ზოგადად და ქმნიან ესე შთაბეჭდილებას თითქოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბიუროსთან არ თანამშრომლობენ. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ის ნაწილი არ თანამშრომლობს, რომელიც სინამდვილეში დაკავებული არიან არ ადამიანის უფლებების ადვოკატირებით, არამედ კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებით და შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებზე უფრო მეტ პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან ხოლმე ჩვენ ესეთი ორგანიზაციები და რეალურად ის საზოგადოება ის ორგანიზაციები, ვისაც ეშინიათ როგორც წესი გამჭვირვალობის. რეალურად ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მართლაც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, ადვოკატირებას ეწევიან სამოქალაქო ინტერესების, თქვენთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათ საზოგადოებას რო უთხრათ, რომ ასეთი თანამშრომლობა რა დონეზე არსებობს, ამდენად თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხშირი კომუნიკაცია, თქვათ ეს
ესეთი პარტნიორული თანამშრომლობა არსებობს და მეორე რამოდენიმე დღის წინ იყო ასევე რომ ფაქტობრივად საზოგადოების სიცრუეში შეყვანის ცდელობა ჰქონდა, როდესაც პერსონალური მონაცემების საკითხებთან დაკავშირებით манипуляციური განცხადებები გაკეთდა და ფიქრობ რომ ეს ტრიბუნა ძალიან ესეთი გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით განცხადება და ვისაც საინტერესებდა ბევრმა მოისმინა, მაგრამ ფიქრობ ამ ტრიბუნის გამოყენება კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო და ეფექტური იქნებოდა ამ დეзинფორმაციის გასახერცხებლად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო რატი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ და დიდი მადლობა რომ ამ საშუალება მომეცემა აქ გავაკეთო აღნიშნულ დაკავშირებით განცხადება. ძალიან სამწუხაროა, რომ დეзинფორმაციის კამპანია, რომელიც ხორციელდება, ამავდროულად გარკვეული შანტაჟის ფორმებს იღებს და რას გულისხმობ ახლა ამ შანტაჟის ფორმებში. როცა ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული კამპანიები, ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ იურისტმა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენ ღია კონსულტაციები გავმართეთ, შეხვედრები და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო კვირაშიც დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 400 ორგანიზაციასთან შეხვედრა. ზუსტად თქვენ სწორად შენიშნეთ ეს ფაქტი, რომ დღეს ამ კანონს არ აყავს ყველა მოწინააღმდეგე. უბრალოდ იყო გაურკვევლობა კანონთან დაკავშირებით და როცა ჩვენ ფორმატებს ვირჩევთ უშუალო დიალოგის ფორმატებს, ძალიან კარგად ვახდენთ გამორკვევას და არავის არ აქვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემები. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დაგვიდგა ესეთი ფაქტი. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს, მაგრამ ზუსტად ამ კარგ საქმეებს ამოეფარა დღეს შეფარული საქმიანობა, რასაც ქვია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, ესე ვთქვათ, გარკვეული მოქმედებების განხორციელება. აი ზუსტად ამ კანონმა, მათ შორის გრანტების შესახებ კანონმა და მათ შორის ფარას კანონმა უზრუნველყო, რომ ეს საქმიანობა, ფარული საქმიანობა გამოყოს იმ საქმიანობიდან, რასაც ზოგადად უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ამიტომ იმ კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს პირიქით გაცილებით მეტი ინტერესი აქვთ, რომ გამჭვირვალე კიდევ უფრო მეტად იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავდროულად ამ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით უფრო მეტად გაგებული იქნება და პატივსაცემი იქნება მათი კარგი საქმეები. და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ადგილი არ გვექნება რაიმე სახის საქმიანობის სტიგმატიზაციასთან. ეს ძალიან კარგად არის გაგებული ძალიან ბევრი ორგანიზაციის მხრიდან, მაგრამ არ უნდათ გაიგოს იმ ორგანიზაციებს, ვისი საქმიანობაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და დღეს მოქალაქეებმაც იციან, რომ არის პოლიტიკური ჭრილში განხილული. რა თქმა უნდა, ყველა ის დაფინანსება, რაც ამ პოლიტიკურ საქმიანობას ახმარს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ფარას კანონის მეშვეობით უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ინფორმირებული ამ მექანიზმით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თუ ვინმე შეეწინააღმდეგება იმას, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ უნდა გქონდეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სხვა საქმე და მაშინ აქ რა თქმა უნდა კანონს აქვს თავისი რეგულაციები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ღია პროცესით, გამჭვირვალე პროცესით, ესე ვთქვათ, მოვახდინოთ ყველა ესეთი ფაქტის გამოვლენა. ეხლა მე ვიხმარე სიტყვა შანტაჟი. რა არის ეს შანტაჟი? აი რამოდენიმე დღის უკან გუშინ წინ რაღაც გარკვეული აქციის მსგავსი სამსახურთან მოგვიწყვეს, სადაც მოსულები იყვნენ ადამიანები, ვისი ოჯახის წევრები გარკვეულ დახმარებას, სხვადასხვა დახმარებებს საჭიროებენ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამ ადამიანებს უთხრეს მარტივი, რომ იცით რა არის, აი ანტიკორუფციული ბიურო თქვენი შვილების თუ იმ ადამიანების, იმ ბენეფიციარების პირად ინფორმაციებს ითხოვს და ხვალ იქნება ეს ყველაფერი საჯარო. მე პირადად შევხვდი, ჩავედი ამ აქციის მონაწილეებთან, ძალიან კარგი დიალოგი შეიქმნა ჩვენ შორის, ვისაუბრეთ ამ თემებთან დაკავშირებით. მათი მხრიდან გაგებული იყო ეს ყველაფერი და შემდგომ რომელიღაც მე მგონი ფორმულას ეთერშიდაც იყვნენ ისინი საღამოს მიწვეული და იქაც აღნიშნეს ამ კომუნიკაციის შესახებ. მეც აქვე მინდა განვაცხადო, რომ მეც დავპირდი მათ, რომ საჯარო Facebook-ის მეშვეობით გავაკეთებდი განაცხადს, რომ ის რაც ჩვენ ერთმანეთთან საუბრის და კომუნიკაციის ფარგლებში დაუდასტურეთ, რომ არანაირი პირადი ამსახველი ინფორმაციას ჩვენ არ ვეხებით, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გაკეთდება ჩვენი მხრიდან განცხადება და მაგრამ საბოლოო ჯამში იქ აჟღერდა ასევე გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ იმ ორგანიზაციებმა, ვინც კი დაუძახა და უთხრა, რომ ესე ხდება, ხო, მათზე არიან დამოკიდებული გარკვეული ფინანსურათაც.
და მე იქ ძალიან შესამჩნევი იყო ის რომ ის ორგანიზაციები, ის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ ხვალ ესე ვთქვათ მათმა რომ რაღაც მათი ესე ვთქვათ ნაკარნახებით არ განახორციელონ თუნდაც ის პროტესტი, თუნდაც ის განცხადებები შესაძლებელია არ დაფინანსდეს ესეთი ორგანიზაციები. აი ესეთი ზედაპირული დაკვირვების შედეგად შეიძლება რაღაც დასკვნოდაც მივიდეთ, რაც ძალზედ სამწუხაროდ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად და მე როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელი, როგორც დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, დონორ ორგანიზაციებთან ფიქრობ რომ მაქსიმუმს ვაკეთებ რომ სწორი კომუნიკაცია გქონდეს ჩვენ ამოდენიმე ერთად შევხვდით მათ შორის ბრიტანეთის ერთში სანამ ის განცხადება გაკეთდებოდა გრანტთან დაკავშირებით რაც მათი მხრიდან გაკეთდა ჩვენ გქონდა კომუნიკაცია იმ გრანტთან დაკავშირებით რის დახარჯვასაც ის აპირებდა პროცედურებიც ახსნილი იყო თუმცა საბოლოოდ ნახეთ სულ სხვა შედეგი თითქოს ეს ყველაფერი არ იყო შესმენელი და მოსმენელი ასევე გერმანიის ელჩთან მქონდა ჩვენ საუბარი გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები როცა ყავდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ რომ ფარას კანონი არ ეხება დიპლომატებს ფარას კანონი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვინც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას ჰუმანიტარულ საქმიანობას განათლების მიმართულებით ყველა ინფორმირებული იყო რომ თითქოს ყველას ეხებოდა აღნიშნული კანონი და აქ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოვახდინეთ რომ ნოტით გვეცნობებია ესე ვთქვათ ამ დიპლომატებისთვის ის პოზიციები და ის სამართლებრივი მდგომარეობა რაც მომავალში იყო და ესეც ესე ვთქვათ მოწესრიგდა თუმცა სანამ მოწესრიგდებოდა საზოგადოება ხედავდა იმ განცხადებებს რომ თითქოს და ჩვენ ვიღაცას ესე ვთქვათ დევნიდით რაღაცას რეპრესირებული მეთოდებით და რაც ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრანტების მიღების დროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს ისე რომ ორგანიზაციის საქმიანობას კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას არ შეექმნას რაიმე დამატებითი ესე ვთქვათ დისკომფორტი მათ საქმიანობას ჩვენ ამისთვის ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს რაც მომდევნო კვირაში იქნება მიწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩვენ გვქნით სპეციალურ პლატფორმას სადაც თითოეულ ორგანიზაციას ექნება საშუალება გააციფრულოს თავისი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული და ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ესეთი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მონაცემებთან მიმართებით ვიხელმძღვანელებთ იმ დიგიტალიზირებულ ინფორმაციაზე, რასაც ისინი მოგვაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ფაქტებს, როცა შეფარვით დაიწყებს სხვა რაღაცა საქმიანობას. ამით ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა გვექნება ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხანმოკლევადაში დაახლოებით პირველ დღეს 50,000-მდე ვიზიტორი ყავდა ფარას საიტს. დამთვალიერებელი. ამის შემდეგ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ მოხმართა კვალიფიციური კონსულტაციისთვის. და ჩვენ გავეცით კონსულტაციები, რომ თითქმის მომართულიდან 99% არ ეკუთვნოდა ფარაში დარეგისტრება. იმიტომ რომ ფარას მიზანი არის პოლიტიკური საქმიანობა და ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვინდა ახლო კომუნიკაცია ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. შემოდის არები, რომ საქმიანობას წვეთდნენ. ეს როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მოდით ვისაუბროთ, რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვენ საქმიანობა შეაჩეროთ, ამის არგუმენტი არ არსებობს. ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ არც ერთი კანონი არ ზღუდავს საქმიანობას. კანონი აწესებს მხოლოდ გამჭირვალობას და ამ გამჭირვალე პროცესით, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებს გქონდეთ და უნდა გქონდეთ ცოდნა ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რაც კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ კიდე გავაგრძელებთ მომავალში კომუნიკაციას, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა გვაქვს, რომ მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია, სხვადასხვა ფეიკი საშუალებები დღეს ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, მეც კი ამ ალაპარაკებს რაღაცა ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ ნახეთ ყველა ესე ვთქვათ ვიდეორგოლი, მათ შორის სხვადასხვა დაახლოებით 10 აკაუნტი შეიქმნა ჩემი Facebook-ის გვერდით და იდებოდა სხვადასხვა პოსტები და გაზიარებები. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა ემოციურად, არამედ სწორად გავყვეთ ამ პროცესებს და სწორი კომუნიკაციით მივიდეთ იმ შედეგებზე. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თითქოს გაანადგურეს მტკიცებულებები და აღარ არის
არანაირი მტკიცებულების განადგურების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობდა. ეს საერთოდ იმ ინფორმაციას ჩვენ არც კი ვითხოვდით, რაზედაც ისინი მიუთითებენ, რომ ანადგურებენ. ძალიან მარტივად დგას საკითხი. ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, რაც უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგია, რომ კანონი ითვალისწინებს ყოველ 6 თვეში პარლამენტში ანგარიშის წარმოდგენას და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ მექანიზმს იმის და ასევე სხვა მექანიზმებს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სიმართლე ყველა ამ პროცესთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ბატონო რატე. მოგესალმებით ბატონო რაჟდან, პირველ რიგში მეცმინე მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო პრეზენტაციისთვის. მით უმეტეს რომ მართლაც ძალიან მოკლე დრო გავიდა, სერე დრო გავიდა, მას მერე რაც ამ ფუნქციები დაიტვირთა თქვენი სამსახური. ჩვენ ვიცით ბატონო რაჟდან რომ ფარას შესახებ კანონმდებლობა შეერთებულ შტატებში 30-იან წლების ბოლოს იქნა მიღებული, რომ რა პერიოდის შემდგომაც ის საკმაოდ აქტიურად და წარმატებით მუშაობს და ფუნქციონირებს. ძირითადი მიზანი დანიშნულება ამისი გახლავთ გამჭირვალეობის საკითხის დადგენა, რაც ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საყრდენია იმისთვის, რომ სუვერენიტეტის შეკრების თვალსაზრისით არ მოხდეს გარეძალების მხრიდან ინტერვენციები თანხობრივი კუთხით სახელმწიფოსში ფაქტიურად შემოდინების გზით. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ფარას წინამორბედი კანონის მიღებისას ასევე მუშავდებოდა ევროკავშირში, ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებებზე იყო მზად ევროკავშირი, თუმცა ეგრეთ წოდებულ განმარტებით ბარეთში, რომელიც თან ახლავს ამ საკითხს, იქ იყო ასეთი რამ აღნიშნული, რომ ეს კი მნიშვნელოვანი და კარგი საკანონმდებლო სივრცეა, მაგრამ ახლა ჩვენ რო ეს მივიღოთ ეს საკანონმდებლო დაწესი, მე რასენდისით მოვთხოვოთ ქართველებს იმის უკან წაღება, რაც მათ მიიღეს და დაადგინეს. ჩემი კითხვა მოარევ შემდეგში, გადგებათ თუ არა? ხო, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი ქართული ფარას კანონი არის პრაქტიკულად ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო რეგულაციისა, იმ კონკრეტული გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც ახლა ადეკვატურია ჩვენი ქართული სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის. პირველი კითხვა, გადგებათ თუ არა მაინც შეერთებული შტატების პრაქტიკა ფარას კანონმდებლობის იმპლემენტაციის შემდგომ, ძალაში შესვლის შემდგომ თქვენივე საქმიანობისთვის, რომ ამ კუთხით ალბათ გამოცდილებაც ზუსტად იმ ქვეყნისა, სადაც ანალოგიური კანონმდებლობა ფუნქციონირებს და წარმატებით ფუნქციონირებს არის მნიშვნელოვანი. და მეორე, თქვენ კი ამაზე ისაუბრეთ, როგორც მოხსენებაში, ასევე შემდგომ კითხვაში, მაგრამ მაინც მინდა რომ ხაზი გაუსვათ და საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კანონის იმპლემენტაციის პირობებში, რა სირთულეებთან, ანუ რა მხრივ წარმატებული იყო იმპლემენტაცია, რო თქვენ თქვით, აი ამ მოკლე დროის მიუხედავად და რა სირთულეები არის ისეთი, რომელიც გამოწვევის სახით არის დღეს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ. მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვა. მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ამერიკას დაახლოებით 80 წელი მალე შეუსრულდება, რაც ეს კანონი აქვს. თუმცა ჩვენ არ ვიცით 80 წლის უკან რა გამოწვევები ჰქონდა ამერიკას, მაგრამ დღეს ვიცით რა აქვს პრაქტიკაში. დღეს, როცა ჩვენი კოლეგები, მათ შორის შეერთებული შტატებიდან საერთოდ წარმომადგენლებს, როცა ჩვენ ხვდებით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ კანონის მიზნებთან დაკავშირებით, ვერც ისინი ვერ მეუბნებიან რა იყო 80 წლის უკან, თუმცა დღეს რა შეადგება ამერიკას. დღეს ისინი ამბობენ, რომ ძალიან ცოტაა სტატისტიკა, როცა ფარაში რეგისტრირდება ესა თუ ის კომპანია. დიახ, სწორია, შეიძლება ამერიკასთან, ანუ მასშტაბებს თუ შევადარებთ 500 მილიონიანი ქვეყანასა და საქართველოს შორის, ცოტაა შეიძლება ამ თვალსაზრისით, მაგრამ არის მოწესრიგებული ის საკითხები, რომ თითქმის მისული არის იმ ზღვრამდე, რომ მინიმალისტურამდე არის ფაქტები, რომელიც ესე ვთქვათ, გამოულენია ფარას. ეს არის ზუსტად ამ კანონის შედეგი, რაც ამ წლის განმავლობაში მიიღო, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ნახავთ 80 წლის მერე რა შედეგი გვექნება ამ კანონის თვალსაზრისით და ჩვენი მიზანიც არის, რომ ხვალინდელი დღე აღარ იყოს ესეთი გამოწვევებით, სადაც პოლიტიკური დაფინანსებას ახდენდეს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული
დაფინანსებული უცხო ქვეყნის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, სადაც უცხო ქვეყნის კომპანიის დირექტორები პირდაპირ დავალებებს აძლევენ, უცხო ესე ვთქვათ დონორები, ყველა ის საგრანტო ხელშეკრულება, გარკვეული საგრანტო ხელშეკრულების მიღმა არის შეფარული მოლაპარაკებები, რაში უნდა დაიხარჯოს კონკრეტული თანხა. და როცა მე დონორებს დავუყენე საკითხი და უთხარი რომ ანტიკორუფციულ ბიუროს გთავაზობთ ესეთი პრაქტიკის დამკვიდრები, რადგან თქვენთვის მონიტორინგი არის პრობლემა, თქვენ ხომ სადონორო ხელშეკრულებაში გაქვთ შესაძლებლობა მოახდინოთ მონიტორინგი, სად იხარჯება ის ფული, რომელსაც თქვენ ახდენთ, იმ ანგარიშებით, რა ანგარიშებსაც თხოვთ კონკრეტულ ესე ვთქვათ ბენეფიციარებს. და მე შევთავაზე ესეთი ფორმატი, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ამ ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვიყენოთ და არ შევაწუხოთ ზედმეტად ესე ვთქვათ ეს ორგანიზაციები, სამწუხაროდ ამ წინადადებას არ მოხვა ესე ვთქვათ განგრძობადობა. მე ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელია მომავალშიც და პეტრისინდისიერი დონორი ორგანიზაცია, რომელიც თავისი ანგარიშით იბარებს ესე ვთქვათ შესრულებულ საგრანტო თანხები თუ რაში დაიხარჯა, ჩვენ შეგვიძლია ესეთი ფორმატით შევთავაზოთ ყველა ამ ესე ვთქვათ ის იქნება დონორი ორგანიზაცია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველანაირ თანამშრომლობის ჭრილში განვიხილავთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ესე ვთქვათ ჰარმონიზება მოვახდინოთ იმ პროცესის, რასაც ქვია მონიტორინგის პროცესი. მეორე, რაში გვეხმარება ფარა? ფარა ეხმარება ქართულ ხალხს პირველ რიგში. და რატო იყო ამ კანონის მიღება ჩემი აზრით აუცილებელი და ნდუტრეულობაზე არ ვიტყვი, არ შევაფასებ. ნახეთ, 2024 წელს, როცა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შედეგად რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ფიზიკური პირი ვცანი გაცხადებულ საარჩევნო სუბიექტად, ეს იყო ესე ვთქვათ, სამისაჭეროება დადგა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ეწეოდნენ შეფარულ პოლიტიკურ საქმიანობას და როცა ეს სტატუსი ჩვენ მათ გადაწყვეტილებებით მივეცით, იმ დღესვე ყველა ამ ორგანიზაციაში დასაქმებული პირი გადავიდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიების სიებში. ეს არის ფაქტი. თუმცა პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვესმოდა განცხადებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა შევხებოდით და ძალიან კარგად გვახსოვს შარშანდელი ესე ვთქვათ გამოხმაურებები ამ გადაწყვეტილებების მიმართ. მეორე ეს მექანიზმი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. მოქალაქემ უნდა იცოდეს კონკრეტული სუბიექტი, როცა რაიმე სახის რეფორმასთან დაკავშირებით, როცა რაიმე სახის პრობლემასთან დაკავშირებით, როცა რაიმე საკითხის ადვოკატირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს აქ არ გულისხმობ საადვოკატო საქმიანობას. ადვოკატირებასთან დაკავშირებით საუბრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ყველა ამ პროექტს. მოქალაქემ უნდა იცოდეს, ესე ვთქვათ, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ცოდნა და რა თქმა უნდა, ეს კანონიც აღნიშნავს უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონი არ ზღუდავს არც ერთი ორგანიზაციის, თუნდაც ესეთი საქმიანობას ეწეოდეს, პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს, ის არ უკრძალავს ამ საქმიანობას. რა თქმა უნდა, თუ კანონს არ აღასრულებს, შესაძლებელია მისი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა დადგეს დღის წესრიგში, ესეც კანონში არის აღნიშნული. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს არის მთავარი პრინციპი კორუფციული ესე ვთქვათ ფაქტების გამოვლენის მიმართულებით. დღესდღეობით ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ ანტიკორუფციული ბიურო თითქოს არ იყოს სხვა საქმიანობით და სხვა მანდატით დაკავებული, თუმცა სამსახური ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე მუშაობს და ეს გახლავთ თანამდებობის პირების დაფინანსებებთან დაკავშირებით, იმ ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქონების წარმომავლობებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მიღწევებს და ესე ვთქვათ შედეგებს უზიარებთ სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებს და ესე ვთქვათ თავიანთ მანდატში ისინი აგრძელებენ შემდგომ ამ ფაქტების შესწავლას და შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ასე რომ ფარას კანონი კიდევ უფრო გააუმჯობესებს, მე ვფიქრობ და გრანტების შესახებ კანონი ამ ესე ვთქვათ ბურუსით კი შეიძლება ესეთი შეფასება მივცეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციის შესახებ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია კონკრეტულად რა ფულით ფინანსდებოდა კონკრეტული აქტივობები, რასაც ჩვენ ხედავდით, რომ ეს იყო პოლიტიკური ხასიათის. მადლობა, სხვა კითხვები შენიშნები ხომ არ არის. ასეთი არ არის, ბატონ რაზდენ. პირველ რიგში მადლობას გეტყვით წარმოდგენილი ანგარიშისთვის და ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა კარგი თანამშრომლობის
მაგალითები და თქვენს სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მანდატი აქვს. მანდატები შეგვიძლია ვთქვათ, რომელზეც დაკავშირებით თქვენ უკვე ისაუბრეთ, ეს ეხება გრანტების შესახებ განმარტებულ ცვლილებებს, რომელიც ჩვენი ინიციირებით და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ამავდროულად უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებით და ჩვენ რა თქმა უნდა მოხარული ვიქნებით, რომ 6 თვის შემდეგ, როდესაც ანგარიშს მოვისმენთ, თქვენ წარდგებით ჩვენი სამსახური წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე და გატარებული ღონისძიებების შესახებ და შედეგების შესახებ ანგარიშს წარმოადგენთ. მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. კოლეგებო, თუ არ არის შენიშნული მოსაზრებები? არ არის ასეთი? თუ დასკვნითი სიტყვა არ გსურთ? ბოლოს დასკვნითი სიტყვით მინდა მადლობა გადაუხადო ანტიკორუფციული ბიუროს ყველა თანამშრომლებს, იმ ახალგაზრდებს, ვინც დასაქმებული არის ჩვენს ბიუროში. მათი კეთილ ინდისიერებით, ძალიან დიდი მონდომებით, ძალიან დიდი შრომის ფასად კეთდება ის საქმე, რასაც ანტიკორუფციული ბიურო თავის ანგარიშებში წარმოადგენს და უსურვებ სამსახურს და თანამშრომლებს წარმატებას მათ საქმიანობაში. დიდი მადლობა თქვენ დღევანდელი ანგარიშის მოსმენისთვის. გმადლობთ.